გამარჯობა, ძმების პოდკასტის მორიგი ეპიზოდის დროც დადგამ და დღევანდელ ეპიზოდს ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვანი სიახლით ჩვენთვის. ლუდი ბავარია, რომელიც ჩვენი პირველი სპონსორია, პირველი რაღაც მოვინათლეთ, ესე რომ თქვა, მადლობა მათ ამ დობისთვის და მხარდაჭერისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ამბავი ჩვენთვის, იმიტომ რომ მსგავსი პოდკასტები და მსგავსი გადაცემები წარმოუდგენლად რთული არის პარტნიორების გარეშე. და აქვე უნდა აღვნიშნო ის, რომ ძალიან დიდი მადლობა სანდროს, ჩვენ პატარა ძმას, რომელმაც წინა გადაცემაში ჩამანაცვლა და ჩამანაცვლა კი არა, მაჯობა კიდევაც და პირდებით, რომ სამივე ერთად აუცილებლად გვიხილავთ სამივეს ერთად აქ. უახლოეს მომავალში გავაკეთებთ ეგეთ ამბავსაც. კი ბატონო. თქვათ, რომ პაბ 42-ში ვიმყოფებით და კიდევ ერთხელ ტრადიციულად და კიდევ ერთხელ მათ მადლობა ამ სივრცის დათმობისთვის. ძმების პოდკასტი YouTube-ზე გამოგვიწერეთ, იმიტომ რომ სულ ცოტა გვაკლია 2000 გამომწერამდე და გათამაშდება ხვიჩა კვარაცხელიას ხელმოწერით საქართველოს ნაკრების მაისური და დარწმუნებულია ტაციობა იქ. მაგაზე ამიტომ მარც უფრო მალე ვიზავთ, მით უფრო მალე დახოცავთ თქვენ ერთად. ეგრე გამოდის, ხო, თუნდაც ჯერს იუმორი დამბრუნდი, ხო. გამოვყევით ასევე TikTok-სა და Facebook-ზე და არ მოგაკლებთ საინტერესო ამბებს და დღევანდელ არ სტუმრებს, რა თქმა უნდა, დღევანდელი ეპიზოდიც განსაკუთრებული იქნება, იმიტომ რომ გეტყვით ზოგადად ხანში ვინ იქნება სტუმარი და როგორ ვისაუბრებთ და რა საინტერესო ამბებს გავიხსენებთ, ამაზე რა თქმა უნდა სრულიად პასუხისგებლები ვართ. დავიწყოთ, ხო? პირველი ბლოკი დავიწყოთ. პირველ რიგში მინდა გკითხო, რომ ისტორიულ ამბავს შეესწარი, შენ იყავი ბუდაპეშტში. კაი ფეხი მქონდა. ძიუდოს კი, ეგრე გამოვიდა, ძიუდოს სოფლიო ჩემპიონატზე, რაც ისტორიული გამოდგა საქართველოსთვის და მოდი, არ გკითხავ რა და როგორ, უბრალოდ მინდა რომ ემოცია ორის თქმით გადმოცე. რას ნიშნავს აი იქ იყო ეპიცენტრში, სადაც დიდი ისტორია იქმნება, კი ბატონო. ნუ პირველ რიგში ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო, რო არ დავიწყო მოდი ბოლო დღიდან და გუნდურიდან. მინდა რომ პირადად კიდევ ერთხელ პირადად კი მივულოცო, მაგრამ კიდევ ერთხელ თქვენც მოგილოცოთ ეთელი პარტელიანის სოფლიო ჩემპიონობა, ძალიან დიდი ისტორია დაწერა ამ 25 წლის გოგომ და ყველაზე მეტად რაც მიხარია არის ის, რომ ბავშვობიდან მოყვები ეთერს და მართლა ტურნირიდან შეჯიბრამდე იზრდებოდა, აგერ ერთი თვის წინ ევროპის ჩემპიონატის ფინალი იჭიდაოდა, ეგეც ისტორიული შედეგი იყო. კი ბატონო. სამწუხაროდ დამარცხდა, მაგრამ ეს დამარცხება ოქროს მედლად აქციამ სოფლიო პირველობაზე და ძალიან დიდი ისტორია დაიწერა, არა მარტო ეთერის კუთხით, არამედ საქართველოს სპორტის კუთხით კი ძალიან დიდი ისტორია დაიწერა და ძიუდოს ესე დიდ ფორმაზე და დიდ შეჯიბრზე პირველად ვიყავი და თან ეთოს სოფლიო ჩემპიონობა განსაკუთრებულად გამეხარა და მართლაც რემლებსაც ვერ ვიკავებდი, მიუხედავად იმისა, რომ მუშაობდი და ჩემი საქმე მქონდა, აი იმ საქმეში და იმ ვიდეოებში რაც გადავიღე, იქაც ჩანს ჩემი ემოციები, როგორ გამიხარდა და რა ხდებოდა საერთოდ დარბაზში და ტრიბუნაზე. ძალიან კარგი იყო იმ კუთხით, რომ უშუალო კონტაქტი მქონდა 24 საათის განმავლობაში. ეპიცენტრში იყო რა, გუნდთან, ნაკრებთან, მწვრთნელებთან, ექიმებთან, ყველასთან, სტაფთან და ძალიან დიდებული გზნობა არის იქ ყოფნა და ეხლა ხვდები, აი ზოგი ხო კომენტარებს წერენ და გამოვიდა და ეზარებოდა ჭიდაობა და ასე შემდეგ. მაგას ბევრი გვაქვს სტუმრებთან ალაპარაკები, მაგრამ იქ რას გადიან, როგორ გადიან, დღეს როგორ იწყებენ, რას ჭამენ, რას სვამენ, მე როგორ ემზადებიან, მე ტატამზე როგორ გადიან, მე როგორ აღნიშნავენ. ეს ყველაფერი რო ჩემი თვალით ვნახე, კიდევ უფრო სხვანაირი კუთხით შევხედე ამ ყველაფერს და კიდევ უფრო სხვანაირად სიღრმეებში ჩავედი იმაში, რომ აი რას განიცდიან სპორტსმენები, როგორ მიდიან ტატამამდე, რას გადიან, ასე შემდეგ. ლევანჩო იყო ჩვენი სტუმარი დღეს. ხო, რა ბევრი არ ვილაპარაკოთ ამაზე, იმიტომ რომ მოდი დავაანონსოთ სახელი და გვარი არ ვთქვათ, მაგრამ მოგვიწევს ბოლოში თქვა. ამ თემასთან დაკავშირებით და ამ თემებთან დაკავშირებით მოგვიწევს საუბარი დღეს. არ გამოვიდა და სხვანაირად, იმიტომ რომ ისტორია დაიწერა მართლა. ცალსახად. და მაგაზე უფრო დეტალურად მე ჩვენ სტუმართან ვილაპარაკოთ. შოთა არვილაძე დაუბრუნდა ამასობაში სამწვრთნელო საქმიანობას, სამწვრთნელო კარიერას და დაბრუნდა ისევ თურქეთში და იქნება ლეგენდარული ქართული ფეხბურთელი კასიმ ფაშას თავარი მწვრთნელი, სადაც თითქმის 2 სეზონი გაატარა, ხო? 12-დან 2012-დან 15-მდე გაატარა, კი ბატონო და ძალიან მნიშვნელოვანია ის ამბავი, რომ ხო შოთა რა ხელა წონის და რამხელა ფიგურაა ქართული ფეხბურთისთვის და კარგია რომ დაუბრუნდა იმ საქმეს, რომელიც მას ყველაზე მეტად უყვარს და ყველაზე მეტად იცის და გამოსდის. 1+1 არის კონტრაქტი, 1 წლია 1+1 წელი +1 წელი მე როგორ შეთანხმების ამბავია და წარმატებებს უსურვებს. სხვა რა უნდა უსურვოს? სადაც შოთი ვახსენეთ, აქაც ის თქვათ, რომ ლეგენდარული ქართული გუნდი ლოკომოტივი იწყებს კვლავ
აღზევებას, მოდი ასე ვთქვათ, იწყება ძალიან კარგი პროექტი გააკეთა გიორგი ყიფიანმა და აქვე აღნიშნოთ, რომ სამეთაუყურო საბჭოს წევრი არის შოთა აღველაძე და ძალიან დაიხმარება ამ გუნდს პარალელურად და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია და წარმატებებს უსურვებს. ზოგადად ქართულ ფეხბურთს შოთას უსურვებს წარმატება, ლოკომოტივს უსურვებს წარმატება და იმედია რომ ნელ-ნელა ნაბიჯ უკვე დრო არის რომ საკლუბო ფეხბურთი მამარდაც მაქედან გამოჩნდა ვითამაშეს საკვალიფიკაციოები. კი ბატონო. გრანადასთან წავაგეთ მე პლეი. კი ბატონო და საკვალიფიკაციოები წინ არის კიდე ახლა ხო, მაგაზე მე ვისაუბრებ და ამაზე მე უკვე უკვე ვილაპარაკოთ უშუალოდ მე მგონი სტუმარზეც უნდა ვიფიქროთ მაგ მიმართულებით რომ მეტი ვილაპარაკოთ საკლუბო ფეხბურთზე რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამასობაში დღევანდელი ეპიზოდი რო იწერება დღეს არის 26 ივნისი სულ რაღაც დღესაც ისტორიული დღე არის. ერთი წელი გავიდა პორტუგალიასთან გამარჯვების გავიმარჯვეთ პორტუგალიასთან და გავიდით ევროპის პლეი-ოფში. კი ბატონო, 1 ივლისს დაიდება ჩვენი ეპიზოდი და უკვე ჩავლილი იქნება თოფურიას კი ბატონო, ბრძოლა. მოკლედ 28 ივნისს ან ჩვენ ქართული დროით ვთქვა 28-ში ანუ 29-ში გამთენიისას სადღაც 7-დან 8 საათამდე მოუწევს კამარზე ბრძოლა. ილიას ახალ წონაში საინტერესო მეტოქით ლეგენდარული ჩარლზ ოლივეირა იქნება ილიას მეტოქე. რამოდენმე სტუმართან ძალიან ბევრჯერ ვთქვით, რომ ჩვენი ვარაუდი არის რაუნდი ნახევარი, 2 რაუნდი რა, აი მაქსიმუმ 3. ძალიან საინტერესო ისაუბრა ჩვენ წინა ეპიზოდში ლადო ნაცვლიშვილმა. ამომწურავად და დეტალურად ვილაპარაკა ძალიან საინტერესოდ და ამაზეც შეგიძლიათ რომ ჩვენი წინა ეპიზოდი ნახოთ და მოусმინოთ და ნუ ბევრი რამე. ხო, მოკლედ ბევრი ვარ ვილაპარაკოთ, ველოდებით მორიგ კამარს უკვე ახალ წონაში, ველოდებით ჩარლზ ოლივეირას დაანგრევას. იზინება რათოს უმარო გითხრა წინასწარი პროგნოზები გაკეთება არ არის მართალია ვეთანხმები, მაგრამ მაინც ქართველიად სუბიექტურები ვართ და სულ რო ქართველები არ ვიყოთ, ზოგადად ყველა გოუთს ეძახის ილია თოფურიას UFC-ს ლეგენდები ჯონ ჯონსთან დაწყებული აბსოლუტურად ბევრამეს მეტსახელი დაიბრუნა ლეგენდადან ისე ელ მატადორზე დაბრუნდა და მოკლედ მგონია რომ წარმატებები ილიას აუცილებლად და ერთი კითხვა მაქვს შენთან არ ვიცი ამდენად დადევნებ მეც რო არ მოგატყო დიდად ყოველ თამაშს ვერ უყურებ საკლუბო სოფლიო საკლუბო ჩემპიონატის და ერთი ის გვახარებს რომ ხუჩა კვარაცხელია და ლეო მესი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ისიც 29 ივნისს არის დასრულ, მაგრამ ხო, მაგრამ თოფურია გამთენიისასაა და ის 29-ში უკვე საღამოს იქნება. ხუჩა მესის წინააღმდეგ, შესაბამისად PSG ინტერ მაიამის ერთი წლის წინ რონალდოსთან მის კლუბთან ითამაშა და ერთი წლის მერე მესისთან უწევს თამაში. პირდაპირ გეტყვი რომ 90 წუთი არც ერთ თამაშს არ მიყურებ, იმიტომ რომ ძალიან არასანახაობრივი ტურნირია. პირადად ჩემთვის, რა თქმა უნდა. ის ცალკე პრობლემაა, რომ იქით სათადარიგო ფეხბურთელები ისეთ ცხელა და ისეთ ტემპერატურაა და ისეთ პერიოდში უწევთ თამაში, რომ გასახდავს იზიანი სითხის გამო, სხედან და მოკლედ ვერ ვიტყვი, ეგრე ლიგის იმასაც ეგრე ველოდი და პირველი სეზონი, მაგრამ პირველი სეზონი გამოდგა ლიგის კარგი და ნახოთ რა. პლეი-ოფებიდან იწყება ზოგადად სულ მაგას ვამბობ, რომ ჩემთვის ჩემპიონთა ლიგაც იწყება პლეი-ოფებიდან და მეორე და მესამე ეშელონის გუნდები უფრო სერიოზულად უდგებიან ამ ტურნირს, იმიტომ რომ თანხა არის, აპრიზო ფონდი არის დიდი და ისიც აღნიშნოთ, მაგრამ აქაც არაფერს უშუალოა, მაგრამ აღნიშნოთ, რომ ახალზელანდიური ოკლენდი თამაშობს ამ ტურნირს. სამოყვარულო გუნდია, აბსოლუტურად სამოყვარულო გუნდია. ერთ-ერთი ითამაშეს იმ დღეს ბოკა ხუნიორსთან და ეს ისტორიული დაპირისპირება იყო მათთვის. მართალია ბოლომდე ვერ მიიყვანეს ის თამაში. წეწყლა მე გაგრძელდა და ერთ-ერთი მოჩი საბოლოო. გოლის ავტორი არის ფეხბურთელი, ნახევრად პროფესიონალი ფეხბურთელი, მასწავლებელი, რომელმაც აიღო შვებულება სამსახურიდან და მოუწია მსოფლიო საკლუბო ფეხბურთზე. ასე რომ შემთხვევითობა არ არის მართლა რომ ბაიერმა 10-0 მოუგო. ხო, რა თქმა უნდა, შემთხვევითობა არ არის, მაგრამ ძალიან დიდ გამოცდილებას მიიღებენ. თან ეს გუნდი არის ისეთი, რომ ახალზელანდიაში არის ძალიან ისტორიული გუნდი, 9-ჯერ აქვს ზედიზედ მოგებული და ასე შემდეგ და ერთობიან რა. ხო, ისიც უნდა ვთქვათ, რომ შემდეგი სოფლიო ჩემპიონატის, რომელიც ზუსტად ერთ წელში დაიწყება. ამერიკა, კანადა, მექსიკა და საფრთხე, რა ვიცი. ბევრ რაღაცას ასწავლის ამ კუთხით ამერიკას იმით, რომ აი როგორ ჩაატარონ სოფლიო ჩემპიონატი, სიცხეს როგორ გამოსtildeებენ, ამას როგორ გამოვყოლონ და ასე შემდეგ. ჩვენი სტუმარი იქნება ადამიანი ხმა, ადამიანი ჩვენი მეგობარი, ჩვენი კოლეგა, ჩვენი მეგობარი, უკარგესი ადამიანი. ძალიან გამორჩეული ადამიანი, გიორგი ჭანიშვილი, რომელიც საუბარს დაიწყებს, იცნობთ ეგრევე, იმიტომ რომ წარმოუდგენელია რომ ერთხელ მაინც თუ გაქვთ ბრძოლა ნანახი ჯუდოსი
წარმოუდგენელია რომ ეს ხარ არ გეცნობოდა. თან აქაც ეგ უნდა ვთქვათ, არა მარტო ძიუდოს, სანამ იქნებოდა ძიუდო, იქ იყო ბევრი ხო, არა, ეგ შეჯიბრი და ბევრი ძალიან კი ბატონო. მოკლედ, გიორგი ჭანიშვილი იქნება ჩვენი სტუმარი და დამიჯერეთ რომ რამდენიმე წამში ისიამოვნებ. ძალიან კარგ სტუმარს. მანამდე კი მე ბავარიას მოყოლურწავ, ხო? გიორგი ჭანიშვილია ჩვენი სტუმარი, ადამიანი ხმა, ჩვენი კოლეგა მეგობარი და ამასთან ერთად ხმა IJF-ის წარმომადგენელი. ადამიანი, რომელიც უკვე ბევრი წელია და ამაზე ვილაპარაკეთ ამდენი წელია და როგორ გაიგებთ, აი ხა ჩვენმა ძიუდოისტებმა რომ წარმატებას მიაღწიეს და რომ გამოაცხადეს დარბაზიდან ომახიანად, ეს კაცია, ვინც აცხადებს. თუმცა, სანამ შენთან დავიწყებთ საუბარს, კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ სიახლე გვაქვს ჩვენს პოდკასტში ბავარია არის ჩვენი სპონსორი, პირველი მერცხალი. ბავარიას ლუდი და მადლობა მათ მხარდაჭერისთვის, ნდობისთვის და გვერდით დგომისთვის. აბა. ბავარიას გამომარჯვეთ და ჩვენ ძიუდოისტებს გამომარჯვეთ. ჩვენ ძიუდოისტებს. პრუსტ, გამომარჯვეს, როგორც ამბობენ ხოლმე, ხო? კაი, შეგვიძლია დავიწყოთ უკვე საქმეზე საუბარი. გიორგი, მადლობა პირველ რიგში ჩვენ გვერდით ხარ. მადლობა თქვენი. და როგორც ყველას აბსოლუტურად, ისე შენც გილოცავ, როგორ ხარ პირველ რიგში და დავიწყოთ ლაპარაკი უკვე შენ ისტორიაზე და მე უკვე წლევ ამ სოფლიოს და რაღაც ამბების გავიხსენოთ, ვიცი რომ გასახსენებელი ბევრი გაქვს. მოგესალმებით, ძმებო, მართლა ძმებო. დიდი პატივისცემით, დიდი სიყვარულით და მოგესალმები მაყურებელს, ვინც გვიყურებს. განსაკუთრებით ჯუდოს, ხო, სულ ჯუდო. კამათია Facebook-ზე სერიოზული ამბებია ხოლმე. კაი, ომახიანად დაიწყე რა, როგორც ჩემ ხმას. ვეცადე, არა, გამოგივიდა. ხო იცი, ეხა რას უხსენებდი, იცი, ეხა ბავშვობაში რო იყო, რომ გავკვეთილები რო უნდა, კი რა, საზეპიროები რო უნდა გცნობრო და ვეფხის აუსრიდან რაღაცები რო აი პრობლემა შექმნა სამყარო ძალთამი ძლიერით ან ნახიას უცხო მოყმე ვინმე ყველა პონჩი უნდა გიწოდნო და უნდა გწოდნო თუ ღამე გაგაღვიძებენო ისე უნდა დაიზეპირო რომ წამოდგებით ხო რა ეგრევე რომ უნდა შექმნა სამყარო და მე ვარ ესე თუ ეხა ღამე გამაღვიძებ ვიღაცამ gold medalist and world champion representing Georgia ეთერ ლიპარტელიანი ვახ რაკნა ეთომა არ ვიცი ნუ ეს ნუ სრული სიგიჟე იყო ეხა თან წარმოუდგენელი პირველი ისტორიული ამბავი პირველი ქალი სოფლიო ჩემპიონი ჯუდოში და აი მეც ეს ჯუდო თავად არის რომ ეთო მიაღწია სრულყოფილებას რა თავის როგორც უნდათ კატეგორიაში ასევე ზოგადად თავის კარიერაში ეთო მახსოვს 2015-დან მახსოვს ეთო მაშინ ჩატარდა თბილისში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი კი ბატონო მაშინ ნახე ეთო პირველად მოიგო ეთომის ფესტივალი და რაღაცაირად აი იქიდან დაიწყო ქალთა ძიუდოს განვითარება და ნახეთ რომ 10 წლის თავზე აი ამ გოგომ ამხელა წარმატებას მიაღწია და მისი ანუ ჭიდაობის სტილიც რაღაც უნიკალურია ხო ნახეთ ვისაუბრეთ ამაზე ხო 9 შეხვედრა 8 იპონი 5 ინდივიდუალურში და 4 მე მგონი ჩაატარა გუნდურში და ნუ არ ვიცი ესეთი დამაჯერებელი ესეთი თან ილეთების არსენალი რომელიცაც ეთო ფლობს და იყენებს ოღონდ მე პოდკასტი მქონდა ნილ ადამსთან ცნობილი IGF-ის კომენტატორია და მან თქვა რომ აი როგორც მამაკაცი შეუძლია ესეთი გურანაგე და ესეთი ბრუნები ძალისმიერი ილეთები აი ამას ასრულებსო ეთო ფაქტიურად ძალიან გონიერი და ჭკვიანი სპორტსმენი ფინალის მე კახა პირადემცვლელი ეთოსი ეხუმრებოდა რომ შენ ეხლა რომ შეგიშო ბიჭებსაც დააგდებო და მართლა ეგეთი სხვათა შორის იცი რა არის ინტერნეტში გამოჩნდა მე მგონი ეთოს დასედო მე მგონი 2008 წელია ანუ კიდე უფრო პატარა არის ანუ ძალიან პატარა მართლა პატარა არის რა ხო 25-ის არის ხო იქ ჭიდაოს ბიჭთან და ისეთ ილეთებს ასრულებს უკვე იქ რომ ჩანდა რომ რაღაცა მისგან ძალიან დიდი გამოიძერწებოდა და ასეც მოხდა და რა ვიცი ეთოს ძალიან დიდი მადლობა მას მის ოჯახს მის მწვრთნელებს გულშემატკივარს და ყველას ვისაც ცუცოტა წვრილი მიუძღვის ამ გოგონას ესეთ აღზრდაში და ამ დონემდე მიხვდა და აქ აუცილებლად უნდა აღვნიშნო მართლა ძალიან ბევრგან შემხვდა და მეც პირველივე დღიდან ეთონო მოიგო მაგას ვფიქრობდი რომ ძალიან დიდი როლი აქვს ეთოს ჩემპიონობაში მის ქმარს თემურ ნოზაძეს კი იმიტომ რომ სპარინგ პარტნიორიც იქ იყო მე რო იქ ვიყავი რომ ხურდებოდნენ სულ თემო ამზადებდა ფიზიკურად ანუ ესეც ინდივიდუალურადაც ერთად ვარჯიშობენ და ძალიან ბევრს ნიშნავს რომ მარტო ვარჯიშზე არ არის იქ
დამოკი ხელშეწყობა უნდა, იქ დამოკიდებულება უნდა და აი ყველაფერი ქმნის იმას, რომ აიგერ ეთო მსოფლიო ჩემპიონი გახდა და მიაღწია თავის მიზანს, მაგრამ დარწმუნებულიო, რომ მაშინ იქაც ამბობდა ძივჩე რომ ბუდაპეშტში ვიყავით, რომ ჩემი თავარი მიზანი არის ოლიმპიური ჩემპიონი. ლოსა 2-3 წელიწადში რაღაც დრო ძალიან ჩქარა გადის. ძალიან გადის. დარწმუნებულები ვართ ყველანი, რომ ლოს-ანჯელესში რაღაცა კიდევ რაღაც აუცილებლად დიდი და მაგარი რაღაცა მოხდება, იმიტომ რომ და აქვე მინდა თქვა ზოგადად ის რომ საქართველოს შერეული ნაკრები გახდა ევროპის ჩემპიონი. გოგონების დამსახურება აბსოლუტურად. ნუ ბოლო-ბოლო სომხიშვილმა მოიგო გადაწყვეტა ბრძოლა. აქაც მარიამ ჭანტურიამ ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა მოიგო ფინალში. ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან ხო. მაგდოს იყო 2-1 ხო? 2-1 იყო, 3-1 გახდა მე. და ბექაურმა დაამთავრა. ბექაურმა წერტილი დასვა, აი რასაც ქვია წერტილი დასვა და. სწორედ 2000 ხა ვიხსენებდი 2018 წლიდან ჩვენ სულ ყავს სოფლიო ჩემპიონი ძიუდოს სოფლიო ჩემპიონატებში ხო? ახლა ქალებმა გადაწონეს ამ შემთხვევაში ეგრე გამოვიდა ხო? მე-8 წელია რა სტარდება შერეული გუნდური და 7-ჯერ მოგებული ხანდა იაპონია. ორი ჩემპიონია იაპონია საქართველოს. და რამხელა რამეა რომ იაპონიის ჰეგემონია დაემხო. და ჩვენ დავამხეთ და პირველად წააგეს 8 წლის განმავლობაში. 2017 წელს დაიწყო ეს შერეული გუნდურის იდეა რა, მაშინ ითქვა რომ აი კარგი იქნება რომ 3 ბიჭი 3 გოგო და შერეული გუნდური იქნებოდა და არა როგორც მანამდე იყო ხალები ცალკე, კაცები ცალკე იყო 5 წონა მაშინ ხო? მაშინ ჩვენ ვიყავით სანტიაგოში, ჩილეში, იქ იყო მსოფლიო ჩემპიონატი კადეტ ძიუდოსთა შორის კადეტებში და იქ ჩატარდა პირველად შერეული და სწორედ მაშინაც მოუგეთ იაპონიას მე-4 ფინალში ოღონდ თუ სწორად მახსოვს 4-3 და იქ ავიღეთ მაშინ ბრინჯაოს მედლები პირველად 2017 წელს და ეთო უკვე დიდი იყო ასაკით დიდი თუმცა იმ გუნდში იყვნენ ხა გავიხსენოთ ზუსტად ჭანტურია ნაღდათ იყო სოფო ნაღდათ იყო სომხიშვილი ბახბახაშვილი იყო აი უნდა გავიხსენოთ და ინდივიდუალური მაშინ გამოჩნდა პირველად და მეც ვნახეთ პირველად მაშინ ლაშა ბექაური რომელიც გახდა მსოფლიო ჩემპიონი კადეტებში და მაშინ ჭიდაობდა 73 კილოგრამში. მაშინ ჯერ კიდე საუბარი იყო იმაზე, რომ აი ეს გააკეთეს იმიტომ რომ ქართველები სუიგებდნენ მანამდე და რომ რაღაცნაირად რომ აი ეხა გოგოები ისეთ დონეზე არ არიან რომ ანუ რაღაცა იყო მესმის ეს ალბათ შეიძლება რაღაც დონეზე სწორიც იყო რომ იყო ერთგვარი უკმაყოფილება რომ აი წინა პერიოდში გუნდური ჯობდა თუმცა რა შედეგი მოიტანა მაგრამ იქიდან დაწყებული აგერ ნახეთ რომ ჩვენ ორჯერ ბრინჯაო ავიღეთ ევროპა გვაქვს მოგებული რამდენჯერმე და აგერ ეხა გვირგვინი დაედგა და სოფლიო ჩემპიონები გუნდურში შერეულ გუნდურში ნუ არ ვიცი ხა ამაზე მეტი აღარაფერი აღარ არის კი არის ოლიმპიადა მაგრამ იქამდეც მივალთ ესეთი სულით როდიდან დაიწყო ისტორია იმიტომ რომ ვიცი რომ კარგა ხანია უკვე რა ხო მეც კაი ვეტერანი ვარ უკვე ვეტერანი ხარ ამ ამბავში პირველი მსოფლიო ჩემი იყო 2015 წელს ასტანა ყაზახეთი ხო ეხლა ვიხსენებდი და ესე იგი 10 წელი ამასობაში დაამრგვალა საიუბილეო 10 წელი საიუბილეო მიაცემა აგერ ხო ნუ ესე იგი ხო 10 წელი გასულა ამასობაში ნუ 10 წელი არ არის ცოტა ეხლა რო უყურებ რა ხან მგონია ხოლმე რომ აი თითქოს ეხა დავიწყე რა რამდენიმე წელია მაგრამ ამასობაში დაგროვდა რა ხა მეც დამიგროვდა რაღაც ცოტა ჩემ თავზეც რაღაც არა აუცილებლად თავზე აი მე ჩემ თავზე ვერ ვილაპარაკე ხო ვერ ვაპარაკე მაგრამ დაგროვდა ფაქტი ხა რეალობაა ეს რომ ოლიმპიადაზეც მოუხვდი ასე ვთქვათ როგორც პირველი ქართველი დიქტორი ხო აქამდე არ ყოფილა ეს რამე დიქტორზეა საუბარი სამი ოლიმპიადა უკვე გაიარა ორი როგორც დიქტორმა ორი როგორც დიქტორი თუმცა მანამდე მე წლები მუშაობდი სპორტის სამინისტროში ის გახსოვთ ალბათ და მანამდე სპორტული ჟურნალისტიკაში ვიყავი სულ სპორტი ძალიან მიყვარდა ბავშვობიდან ძალიან მაინტერესებდა ნუ ფეხბურთით დაიწყო რა თქმა უნდა ფეხბურთი კალათბურთი რაგბი მაგრამ რაც შეეხება დიქტორობას ეს უკავშირდება სამინისტროში ჩემ მუშაობას სპორტის იმიტომ რომ თან ინგლისური მეტნაკლებად ნუ არა რაღაცა განსაკუთრებით კარგად მაგრამ ნუ რაღაც ვიცოდი რაღაცა და აბა ჭანო ხო არ წაიყვანს რაღაც ტურნირს რა ესე იყო ძიუდოს ეხლა მაშინ ვლადიმერ ნუცუბიძემ მაშინ გითხა რომ ჭანო აი თბილისის თასი იყო მაშინ რა ეს გრან-სლემის და გრან-პრის წინა პერიოდია რა და მაშინ დაიწყო რა მაშინ ცოტა ხანი მიყავდა ხოლმე ზურათ ალაკვაძეს კიდე ასევე და სხვა დიქტორები იყვნენ ჯიბლაძეს მიყავდა კიდე სხვა მოკლედ ეს სიტყვით და მაშინ დავიწყე ესე ოღონდ ქართულ ენაზე თბილისში და
2014 წელს როცა პირველი გრან-პრი ჩატარდა საქართველოში ძიუდოსი, ვიყავი ქართულენოვანი დიქტორი. ვაცხადებდი ქართულ ენაზე დარბაზში. და იქ IGF-ის სტაფი დაინტერესდა, სკაუტები რო ვიღაცა შაავლები ხომ ვიღაცა ახალგაზრდა მონდომებულ ახალგაზრდას ალბათ რა. ხო და კითხეს რომ თუ ასევე მე ავითვისებდი, მე ხო ასევე მუსიკალურ ფონს ან რაც დარბაზში ისმის ხა შენ ნახავდი ხა. რაც ისმის არენაზე ხო იგივე სპორტსმენების გამოსვლის დროს უკანა ფონი, რო იგებს სპორტსმენი რაღაცა მუსიკალური ფონი, ჰიმნები, ასევე დაჯილდოების მუსიკა რაღაც ამ ესეც შემგან IGF-ის გენახა რა. ჩანო ფონოგრამა. ხო. აი როგორც ეხა მაგცერტის წინ რომ მეძახდნენ. ხო, ჩანო ის ჩაგვერთევა რა. რაჭულიო. აჭარულიო. აუ, ეგ რამაგარი იყო. ეგ თქვათ რა. აუ, რამაგარი თან ეხა ზევით ცოტა ხანი გადმოვხტეთ. ხო და რა ხდებოდა ესე ამ დროს ზევით მქონდა შეხვედრა საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს კონდა სტაფთან, IGF-ის სტაფთან და გუთხოვს ყველანი ზევით ამოდით, რომ მას სურს რომ მადლობა გადაგიხადოთ, რომ კარგად ჩატარდა. მოკლედ ორგანიზება და ძალიან ისეთი შამპანურებით და ოფიციალურად. აი ამ სოფლიოზეა საუბარი. ამ სოფლიოზეა მოვიგეთ იმ წუთებში ხდება ეს. ხო და მეუბნებიან რომ ჯორჯი ესე მეძახიანი ჯორჯი ეხა მორშავს ხო ამოდი გეძახიან ზევით უნდა იყო და რაღაც ოფიციალურად შამპანურის ჭიქებით და აბარე მაღალ დონეზე ჩატარებული ორგანიზებული და უნდა ავიდე ზევით და ამ დროს ხედავ რომ ჩვენები გუჯეჯა და დათო ქევხა და გიორგი ათაბეგა არა მეძახიან რომ ჭანო ჩართოთ რამე ქართული მუსიკა ხო რაღაცა ქართული რაღაცა თავიდან უცებ თანისნი იქიდან მეძახ უცებ მეც დავიბენი მანამდე რაღაც სხვა რაღაც ჩავრთე მე მგონი ის ჩავრთე ზაპრის ბოლოკე ეგ არა იქიდან უკვე ეგ არა სხვა რამე რაღაც ბოლოს გუჯეჯა მოვარდა და მითხრა რომ რა ქვია ეს აჭარული ხო თან ახლა უნდა მოუძებნო ეხა იქ ვითოზე შევიდე რაღაც მოგეცეთ და წავიდა ეს აჭარული და იქ ეხა ხო ნახეთ ეხა რაც ხდებოდა ხო და ეს იყო სპონტანურად თან ტრიბუნებიდან ქართველები ჩამოვიდნენ ბევრი და დაჯილდოების სცენის წინ გაიმართა რაღაცა ქართული პატარა კონცერტი ხო კონცერტი ცეკვებით გადმოხტომებით რაღაცა XYG-ებით და მე წესით ზევით უნდა ვიყო იქ ოფიციალურ რაღაცა შეხვედრაზე და გუგუნი ისმის ეს ხმა ხო ზევით სადიოდა რა თქმა უნდა ეხა იქა და ვფიქრობ ეხა თუ ამის გამო უჩები ბოლო ჩემპიონატია ეს მაგრამ მეთქი ჯანდაბას მართლა ღირდა რა დედას მისავარ აი ხა მე ხო ეხა ვიქტორს კომენტატორი სხვა არის კიდე შეიძლება ეშლებოდ ხოლმე რომ მე მგონი ვარ ნუ ესეც უნდა ეხა მე რა მოხდა გას ვიქტორი სხვა ტიპია ვიქტორი მაინც რაღაცა ჩარჩოებში ჯდარი ტიპია ვინც სახელებს და გვარებს აცხადებს ეს ხდება ამას მოიგო ამან გამარჯვებული არის ეს, მე დაჯილდოება, მე ის, ანუ რაღაცა ისახარ რა, თან სოფლიო ფედერაციის ხარ. ხო, ბარემ მან და მაგალითად ეხა ოლიმპიადას რო ბექაური მოიგებს და საქართველოს ნაკრები რო გუნდურს მოიგებს სოფლიოზე, მან რამე ის რეგულაცია გააქვს, რომ აი ეს რაღაცა ემოცია გამოხატო ან რაღაცა ჩარჩოებში ის ხარ. თვით რეგულაცია არის ეს. თუმცა აი იქ ტოკიოში უფრო გამიჭირდა, იმიტომ რომ ტოკიოში თან ცარიელი დარბაზი იყო. თან ეს როგორ იყო, იცი რომ რაღაცა ჩემზე იმოქმედა, მე გძნობ ეხა ოლიმპიადაზე რატო ბევრი სპორტსმენი რატო ვერ ახერხებს გახსნას ჩემი აზრით, იმიტომ რომ ჩემზეც იმოქმედა რომ ვფიქრობდი, აი ღამე ვერ ვიძინებდი, როცა აი დილით ვიხოდე რა ოლიმპიური თამაშები, ვაიმე ეს ხო რაღაცა ბავშვობიდან სოხოსო და აი ოლიმპიური თამაშები და ამან იმდენად წნეხი დამწნეხა რომ ჩემ თავს არ უგავდი, ანუ ხმა რაღაცა სხვა მეგონა რომ სხვა ადამიანია, იმიტომ რომ ხო და ეს არის ნერვიულობა, ეს უნდა გადალახო რაღაცა და ასე არის სპორტსმენიც ეხა ხო აი ნერვიულობა, ოლიმპიური თამაშები, ვაიმე რაღაცა და ვინც აი ამ წნეხს, აი ამ რაღაცა იმას უძლებს ის მე მართლა ბოლომდე მე ხვდები რომ ნუ კაი ოლიმპიადა არაუშავს, ნუ რა მოხდა, მიდი რა, კარგად გამოაცხადე, ვაიმე მაკრონი ესწრება, რაღაცა ხმარ ამიკანკავდეს, ისე ვამბობ რა, ნუ ხო, ეგ ადამიანური მომენტია. ვიღაც პრინცები ესწრებიან, ვიღაცა ისენი და რა, იცი რა არის, ეს კიდე არის რომ რამე არ შეგეშალოს. ეთოზე ძალიან ის იყო, ეხა ეთო მაინც ან ქალი, პირველი ქალი ჩემპიონი, ეხა ეთო ძალიან გვიყვარს თან ქალი ჩემპიონი, თან რაღაც ემოციური მომენტია რა. და ესე დროს ანუ რაღაც ის არის ის თემაც არის რომ შენ რაღაცა თავი უნდა მოთოკო რა. რომ შეიძლება რაღაცა ხმა გაგიწყდეს რა, რაღაცა მოხდეს რა და ბუნებრივია რა, ემოციაა და იქაც იციან რომ ქართველი ხარ და ქართულმა მოგო პირველად რაღაცა და ეგ მოსულა მაგრამ მე
საჯები ხო მე ხა იქ ვზივა სადაც საჯების ხალხთან და მე მოვიდნენ და ჯორჯ დაწყნარდი ყველაფერი კარგად არის რაღაცა იმდენად ეთყობა იმდენად იმაში ვიყავ ეიფორიაში მეც ეს ხმა იქ რჩება იმიტომ რომ ისე დროს აცხადებ ხო რომ საჯირო ხელს გაუშვერს ან კვარცხლბეზე რომ ავა იმ დროს იჩითება ეს შენი ხმა რა და წარმოიდგინე რომ ესე დროს ეს ხმა რაღაცა ან არ იყოს სუფთა რაღაცა ჩავარდეს რაღაც შიგნით ხო ხდები ანუ ამიტომ არის რომ ამაზე ხო ნერვიულობ ხა ადამიანი რომ ვერ გამოდის რომ ის იმ მომენტში შენი ხმა სადღაც რაღაც ისეთი არ არის ამიტომ აი სუ როგორც თქვენ udარზე ეს უკვე გასახდელის ვიდეოა აგე შენი ვიდეო First ever gold medalist and world champion for the women's judo in Georgia. Eterli Parteliani. საქართველო. 15-დან დავიწყე მოკლედ მე დიქტორობა, ну, საუბარია ინგლისურ ენაზე, ხო? ეს თქვა ინგლისურად. ეს არის ტურნირის წაყვანა. ყველა Grand Slam-ი, Grand Prix, Masters-ი, ამას დაემატა შემდეგ ყველა მსოფლიო ჩემპიონატი, ჭაბუკები, ახალგაზრდები, დიდები, ну, დიდები, დაემატა ვეტერანები ასევე. და ოლიმპიური თამაშები, სადაც მოხვედრა კიდევ უფრო რთულია, იმიტომ რომ გარანტირებული არ მაქვს მე რომ აი რახან მე ხა IGF-ის დიქტორი ვარ და რაღაცა მაგრა ვაცხადე. ოლიმპიადაც ხო ცალკე კუნძულია, ცალკე. ხო, იქ მოხვედრა კიდე ბიუროკრატიული რაღაც ნაბიჯებია, თავისი ის ყავს სტაფის ორგანიზაციო, იაპონიას თავისი ყავდა ტოკიოში, პარიზს თავისი ყავდა, თავისი ოფოფებით შეიძლება დაახლოებით 100 ტურნირი ალბათ უკვე მექნება წაყვანილი ყველაფერი ერთად აი Grand Slam-ი, Grand Prix, Masters-ი მექნება უკვე კი წელიწადში რამდენი მიწევს? წელიწადში მიწევს 15-18 პარიზის Grand Slam-ზე მოვიდნენ აი რაც მე ვთქვი საორგანიზაციო კომიტეტის ტიპები და დიქტორს უნდა დავაკვირდეთო რომ მე უცხოურ დიქტორს როგორ მუშაობს რაღაცა და წინა პერიოდში პორტუგალიაში ვიყავით, პორტუგალის Grand Prix იყო და იქ რაღაცა იქ გავცივდი, მე აქ დავამატე და იწყება Grand Slam-ი და სიცხე მაქვს დაახლოებით 39 ალბათ. არაფრის თავი არა მაქვს და პარიზის Grand Slam-ი არის რომ გარდა იმისა რომ უნდა გამოაცხადო in blue judo representing Italy რაღაცები ხო? ხო, რა ბიჭო რა. გარდა ამისა უნდა გამოაცხადო კარგად. ხო, რა თქმა უნდა. და რაღაცა ეშხში უნდა იყო და რაღაცა და ეს ოფლი მასხავდა ესე გავდიოდი მოკლედ საშინელ დღეში ვიყავი და რომ დამთავრდა მოვიდნენ და გადასარევით შესანიშნავი წაყვანილი და რაღაცა და ნუ არ ვიცი ნუ ესეთ აი ეგ იყო მაგაციების თემის მომენტზე რა კიდე რა იყო იცი ნახე ერთხელ ოლიმპიადის წინ დამიკავშირდა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტისთვის უნდა გამეგზავნა დამჯილდოებლების სწორი სახელები და გვარები წინასწარ დაახლოებით შეიძლება ვის დაეჯილდოვებინა და მთხოვეს რომ ჯორჯი თუ შეიძლება გამოგიგზავნო WhatsApp-ზე ხო ჩაწერე რაღაც თქვათ სახელი გვარი ჩავწერე გადაუგზავნეს ოლიმპიურ კომიტეტს საერთაშორისოს და იმათ მოწერეს რომ ესო რაღაცო ხელოვნური ინტელექტის მას გავსვოდა მოდით ხოვოთ რომ თვითონ ჩაწეროსო რა ანუ ხელოვნური ინტელექტის იდეალური იყო ისე არ არის იმდენად უცნაური ჟღერადობა იღებს როგორც ჩანს ეს ჩემი ხმა ჩანაწერში ეგ უნდა რომ იყო ხელოვნური ინტელექტის მიერ გახმოვანებული რაღაც ისა რა და მეთქი არა კომპლიმენტად ხოლმე მიიღო მივიღე უნდა მიიღო ყველა მოჭი კომპლიმენტად მივიღე რომელი ტურნირი განიჭებს ყველაზე დიდ სიამოვნებას შენი საქმის მხრივ და მეორეს დაგისმობარებ რომ რომელი გამოცხადება შენი ეს გამოცხადება ემოციურად ყველაზე მაგრამ რომელი გახსოვს ყოველთვის როგორც დიქტორს ხა მინდოდა რომ ერთხელ მაინც გამომეცხადებინა ქართველი ოლიმპიურ ჩემპიონად ან ნუ კაი თუნდაც ოლიმპიურ პრიზიორად მაგრამ ერთხელ მაინც მეთქვა რომ Olympic what the winner and Olympic bronze medalist ამ ერთხელ მაინც მეთქვა ეს ან იდეალურ შემთხვევაში gold medalist მეთქვა gold medalist and Olympic champion representing Georgia Lasha Bekauri ეს ცალსახად პირველი იმიტომ რომ ნუ მაინც ოლიმპიური თამაშებია და სიგიჟია medalist and Olympic champion in the white judogi representing Georgia Lasha Bekauri
ეხა ეთოს გამოცხადება დაწინაურდა, ანუ იქ ტოპში ავიდა. რა თქმა უნდა. პირველი ქალი მსოფლიო ჩემპიონი, ეგეთი ემოციებიც მაგას დავასახელებდი. ძალიან სანერვიულო იყო ქართული ფინალის გამოცხადება ჩემპიონატში. დოჰაში, ლუკა მაისურაძე. ხო, 2023 დოჰა ყატარში. რაღაცნაირი მომენტი იყო, რა ხა ორი ქართველი ფინალში, არა მაგარია და თან ევროპის ფინალიც იყო, ღვინიაშვილი ბექა. აი იყო, ხო, ნუ ევროპაზე არ ვარ ხო, მაგათ თავი სტაფი იყო, თუმცა წამიყვანია რამდენიმე ჩემპიონატი ევროპის. ხო, აი მაგას დავასახელებდი და აი ეს ტოპ თუმცა მანამდე ბევრი ყოფილა რა, იგივე პარიზის გრან-სლემზე ვარდამ ლიპარტელიანის არაერთი გამარჯვება და თან იქ აი ეს მუსიკალური ისიც რომ აქ ხოლმე უპირატესობა რაღაცები შარტვა იგივე სვანურის ხოლმე ხან მთიულურის ხან ხორუმის ყოველ მსოფლიო ჩემპიონატზე მიწევს ვაცხადებ gold medalist and world champion ხო ხან ლუხუმჩხრიმიანია ხან ლაშა შავდოთუაშვილია ატო გრიგალაშვილი სამჯერ ლუკა მაისურაძე გიორგი სარდალაშვილი აგერითო და თუშიშვილი ხო კაცო კი ჭრმიანი 18 თუშიშვილი 18-ში ბაქოში და ჭრმიანი თუ იაპონიაში ექსიგჟე ორი იაპონოს მოუგო და სარდალაშვილი აგერი ხა წინა მსოფლიო ტატო 3 ანუ ხო არა ეგენის უნდა დავამატოთ ათეული არა ათეული შედგენა ხო მარტივად შეგელია პარიზის გრან-სლემი ტოკიო ძალიან მიყვარს ვიხდი იმის რომ სამუშაოდ ძნელია 5 ტატამია ხო იქ ძალიან რთულია და ნუ ასევე მიყვარს თბილისის გრან-სლემი უკვე ეს განაცლება იმიტომ რომ თბილისში ხარ იქ ვზნობ ხოლმე გულშემატკივრის ბევრი მოდის აქამდე არ იყო ეხლა ბევრი მოდის და აბაჭანა გრან-სლემი რაც გახდა მე არა გრან-პრის ისე იყო მაგრამ გრან-სლემზე კიდევ უფრო ბევრი ადამიანი ესწრება და ჩემი მიმართ რომ გამოხატავენ ხოლმე რაღაც ადამიანებად შენ შემდეგ წელს ნახე ევროპის ჩემპიონატს მას მეზობ ვინც არ იცის აუ მაგარი იქნება აპრილში ხო და კიდე ერთ გამოცხადებას გამოვარჩევდი მე მყავს გამოცხადებული ბარსელონას სასარგებლოდ ალბათ ესე იყო ან სევილიას კარში მე მგონი უფრო ასე იყო რომ ბარსელონას სასარგებლოდ აღარ მაგრამ რაღაც ეს იყო რომ გოლი გაიტანა ლიონელ მესი ეგ არ ვიცი თამაში ნუ რა თქმა უნდა მაგრამ სამი დიქტორი ვიყავთ ეხლა ნახე როგორ იყო რომ ჩამოიყვანა ბარსამ თავისი დიქტორი ხო ვინც ნოუკამზე აცხადებს ხოლმე სევილიამ თავისი დიქტორი ჩამოიყვანა ახალგაზრდა ბიჭი იყო ის აცხადებდა სევილიას შეცვლილს და გოლებს და რაღაცას და მე ვიყავი ქართველი ანუ სამნი ვიყავით ხო და ნუ ხა მესი მყავს გამოცხადებული ეხლა რა მაინტერესებს ეხლა ჭიდაობა ეხლა ძიუდოს ჭიდაობა 4 წუთი არის ძირითადი დრო ნუ ზოგი ნაკლები უწევს ზოგს გოლდენ სკორში უწევს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ამ პერიოდში ვერ გადიხარ აუ ვერ გადიხარ ეგ საერთაშორის ეხლა ხო აი ეხლა წალს ხო სვავდა რაღაცა ნუ მაგას ეგეც გამძლეობაა ეხლა მე გამიძლია ხან 3-4 საათი ესე ზიხარ მთელი დღე სულ უყურებ აი იქ მორჩა იქით გადადიხარ next contest შემდეგი the winner on tatami 2 ხანდახან არის რომ იმას უყურებ და იქ ვაცხადებ ეგეთ ანუ ხო და 3-4 საათი გამიძლია ესე რა ადგომის და გასვლის გარეშე მაგრამ ნუ კაი ხან ნუ კარგი რამდენ ხანს გაძლებ ეხლა პარიზის ოლიმპიადაზე ნუ როგორც იქნა დამთავრდა პირველი ბლოკი 3 საათ 4 საათიანი ბლოკი იყო დაახლოებით და ჩავარდა მომენტი რომ შემილია გავიდე და მეთქი აღარ შემილია მოიხსენი ეს თანდახან ის გუკეთია ხურსასმენები და მეთქი უნდა გავიდე რა იმიტომ რომ იყო პატარა ის იყო 8 წუთიანი პატარა პაუზა რა სამწუხაროდ ეს სული წერტილები იყო სულ 2 თუ 3 ყველა მიდიოდა იქ და იყო დიდი რიგი ძალიან რა ნუ დავდექი ხამ რიგში რა ვქნა ეხა ნუ თან უყურებთ არჩა 7 წუთი 7 წუთში უნდა დავიწყო ისე tatami 2 welcome the referee from მოკეთ დავიწყო საქმეში ხარ გადავალაჯე რამდენიმე ტიპს და მეთქი არა ძალიან მეჩქარება დიქტორი ვარ რაღაცა და კაი და შევედი და უკვე კართან ვარ რა სადაც უნდა შევიდე და ანუ არის ადამიანია ეხა ნუ შიგნით რაღაცა და მეთქი აი რაც არის და დავუწყე ბრახუნი მეთქი please fast please I'm very sorry but please fast და გაიღო კარი და აი ესე შევხედე და აი ესე ავხედე ესე აი ეს არ სიმაღლე არ თავდება და აი ესე უყურებ და დგას 2:20 არის მე მგონი პაუ გასოლი სოფლიო კალათბურთის ლეგენდა გადაო ხელსაც ვერ ჩამოვარდი
ამავიწყდა ყველაფერი, რა თქმა უნდა, იქ რაზე ვიყავი და რა ხდებოდა, გამოვედით. ნუ ხელით დავიბანეთ რა თქმა უნდა. გარეთ გამოვედით და აბა მეთქი ჯორჯია from Georgia ფოტოები, ბექაურის ის მომილოცა გამარჯვება. მეთქი ზაზაფაჩული, აუ ზაზას დიდი მოკითხვაო ჩვენგანო და ფოტოს გადავიღეთ, მაგარი ფოტოა, უკან ჩანს ეს ისა რა ქვია, ტუალეტის ის რო არის, ხო იცი კაცი. აი ეგეთი რაღაცა დამემართა აი ამ გასვლის და თორშორის კიდე მსგავსი რაღაცა მოხდა იგივე მიზეზით, ესე გავიქეცი გიჟივით მივედი და დგას დაცვა 50 კაცი, რატო მაკრონი იყო შესული. მაკრონს უბრახუნ. მაკრონს და მე ეთქი აი ხა მაკრონს ნახდა ვეღარ დაუწევ ბრახუნს და ოლიმპიადაზე ბევრი ისეთი სუპერსტარი მოდიოდა რა. ერთხელ უსე ბრახთა გავიხილეთ მოვიდა Snoop Doggy, ეხა წარმოიდგინე Snoop Doggy ჩვენ წინ ჩაიარა და იქ თქვეს რომ მოდი გამოვაცხადოთ. ხო რა please welcome in the Champ de Mars Arena Snoop Dogg. Oh, da ist la 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 la. Ladies and gentlemen, let's welcome Snoop Dogg at the Champ de Mars Arena. ეს არის ამოგიღეთ. სამას მე. სკოტაშორის ეს მამუკა კვარაცხელიას მიერ დაწერილი წიგნი არის. თვითონაც ის იყო ფეხბურთში გათქვებ, ნუ მამუკას ხა ფეხბურთიდან კი, კაცო აბა რა ფეხბურთიდან ვიცნობ ჩვენც და არის ლაშა ბექაურზე, ქვია 300 მეერთე არაგველი, ხო და იცი როგორი წიგნი არის, ანუ ესე გემრიელად ჩაუჯდება ადამიანი რა. ნუ ლაშას ისტორია ხო თავიდან ესეთი მომენტები არის ფერადი. ხო ფოტოებით თავის ბავშვობიდან როგორ წამოვიდა, რა ხდებოდა. შენც იქნები ამ წიგნში უიყო. ვარ, კი ვარ. ბევრი ემოციური მომენტი არის ამ წიგნში, ძალიან საინტერესოა. და ესეთი გულშემატკივრისთვის, ესეთი ძალიან საინტერესოა. აი, თქვენ დაიდებს ალბათ. აუცილებლად. უღრმესი მადლობა. ეს რაღაც იაპონური ცხომა წამომეღო. აი ესეთი მაინც აქედან იღებს სათავეს ჩვენი ხო, აი ეს არის ფუჯის მთა. კი ბატონო. სვატაშორის იაპონურადაც აქაც როგორც ჯუდო ძიუდო, მე სულ მახსოვდა ფუძიამა, ფუძის მთა, ფუჯი მაუნტ. ნამყოფი ვარ. უღრმესი მადლობა. დიდი მადლობა. აუცილებლად აი შეიძლება იყოს და მე ამ ხელმოწერები აუცილებლად დაბინავდებას საპატიო ადგილზე. მე მგონია რომ ძალიან საინტერესო და კარგი და ესეთი გემრიელი ეპიზოდი. მოდი ბიჭებო, რაგბი ვთქვათ რა, რაგბის მატჩი. კი, აუცილებლად. ეს ეპიზოდი დაიდება 1 ივლისს. მაგარია და 5 ივლისს 5 ივლისი რაგბი და 2 ივლისს ჩვენ კოლეგებს მიულოცოთ სპორტული ჟურნალისტი. კი ბატონო, აუცილებლად. ერთმანეთსაც მეულოცოთ. ერთმანეთს ბაჩოს თასის აღდგა, შენ გახსოვს ხო ბაჩოს თამაშები გაქვს და 2 ივლისს ბაჩოს თასიც იქნება, ძალიან კარგია რო აღდგა და 5 ივლისი რაგბი. მოკლედ საინტერესო. მე ევრობასკეტი მოდის, მე ის მოდის. თელი ამბები. თელი ზაფხული გვაქვს მოკლედ ისეთი. ფარიკაობის სოფლიო. ფარიკაობის 20-30 ივლისი, მაგაზე ცალკე ვისაუბრებთ აუცილებლად და მე მგონია რომ დღევანდელი ეპიზოდი ძალიან გემრიელი გამოდის და შენ არ გიშვებთ, იმიტომ რომ გვაქვს მესამე ბლოკი თამაში. სანამ თამაშზე გადავალთ, მანამდე კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ იმყოფებით Babor 24-ში. ჩვენი სპონსორი, პირველი სპონსორი ბავარიას, გავუმარჯოს კიდევ ერთხელ ბავარიას. ნდობისთვის მოიწონეთ, გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ მების პოდკასტი, Facebook-ი, TikTok-ი, YouTube-ი. იმიტომ რომ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ამბავს გაიგებთ ყველა ეპიზოდიდან, მაგრამ დღევანდელი ეპიზოდი ჩემთვის ერთ-ერთი განსაკუთრებული იქნება, ხო. რაც შეეხება თამაშს, მე მესამე ბლოკში ავხსნი თამაშის წესს. ავხსნათ. ათეულია გაკეთებული ყველა ის წაყვანილი ტურნირი, რომელიც ჭანოს დიქტორობით, რომელმაც ჩაიარა ჭანოს დიქტორობით. ჩემი ფოტოებია, ხო? და სათხარ. სად ვარ, ხო, სად ვარ. არის ყველა შემთხვევაში ქართველი დარჩა გამარჯვებული, ქართველი მოიგო და კვარტფინალზე დგანან ქართველი ოქროს მედალოსანი, ვერცხლი და ბრინჯაო და უნდა გამოიცნო რომელიც წელს ვეტყვით ჭანოს და მან უნდა გამოიცნო რომელი პირდაპირ ვთქვათ არა, მაგრამ ძალიან რთული არის, იმიტომ რომ იმდენი ზოგჯერ მე ვახუნდეს ერთმანეთში აბა. წელს გეტყვით უბრალოდ. ეს ჰაშიმოტოა. ხო? თან უკვე ვეღარ ხო, ჰაშიმოტო შავდათუაშვილი. ეს არის დიდი ალბათობით პარიზის გრან-სლემი. წელი იცი რომელი წელია მოიცადე ან 20 20 მოიცადე ხარი 20 23 ან 22 22
ფექაური ჩემპიონი, მაისურაძე ვერცხლის медаლი. ხო, ეს არის, ეს თბილისის გრან-სლემი არის. ეს ის არის ივან ფილიპეს ლამუგორალესი. ეს კაცო ლაშას და ლუკას ფინალი. სოფლიო ჩემპიონატის ფინალის წელია 2023, მოიცადე 2023 მე მგონი 2023 ხო. გურამ თუშიშვილი ჩემპიონი. ეს ვიცი. კოკაურის კი, კოკაური მეორე ადგილი, ეს აზერბაიჯანია. სოფლიო ჩემპიონატი 2018 წლის ბაქო. 3-დან 3. ნახე შენ. ეს არ მარტივია სპეციალურად. ეს ეხა. ეთელი პარტნიორი. ეს უნდა გამოგვეყვანა. შემდეგი ვაჟა მარგულაშვილია ჩემპიონი ხედავ. ეხა გამიჭირდება. ნუ კაი, ფინალი არის საქართველოს უზბეკეთი, ხო? თუ დააკვირდი медаლის საკითხს თუ დააკვირდები შეიძლება? ვერ ხედავ მაგას ვამბობ. გამოიცადებულა. აი აქეთ პროსხვებისას, აი. არა, წელი არა, აქ ქალაქია მთავარი. მოიცე ერთ წუთი, ესე იგი, 2023 წელი დავინახეთ, 2023 ტაშკენტი. ახლოს არის? ახლოს არის, ქვევით არის თქმა. აბუდაბია. აბუდაბი. აბუდაბი 3 გრან-სლემი აქვს მოგებული ორჯერ აბუდაბიში. ხო, აბუდაბი 2023. წავიდეთ. ო, ნუ ეს ტატოა გრიგალაშვილი, კასე, ნაგასე და ეს ის კორეელი. აუ, რა კვაცველი. აბუდაბია დამო 91 სტოპები. 20-21 იყო კასე, 20-22 ტატო, 20-23 ტატო, 20-24 ტატო, 20-25 ხო, 20-24 არის არბუზოვი და ეს არის 20-23. დოჰა. აბსოლუტურად მართალი. 6-დან 5. ლოგიკაში ძალიან 6-დან 5. შემდეგი. კარგად. ნუ კაი, ნუ კოვიდის პერიოდია. ესე იგი ეს არის. იბადეებით ამას ნახავთ მოგებული. ლუხუმჩხიმიანია. ლუხუმია, კი. მე მგონი მე არ ვიყავი ამ გრან-სლემზე. მართლა? მე მგონი არ წამყვანათ, იმიტომ რომ რამდენიმე გრან-სლემი ყავს გასწნილი ყაზანი ხო არ არის? ყაზანია. ყაზანია. მერვე. აბა მერვე. წავიდა. ლიპო. ვარლამი, კი ბატონო. დას, ესე იგი ეს ვინ არის? ეს არის მე მგონი ლიპოს ოქროს медаლი ტაშკენტში. 20 მოიცა, ეხა წელი, მოიცადე 24 არა, 22 ან 23. 23, ხო. შემდეგი. მერვე. მიკედა, ეს არის მე-9. კაცო, ეს ყოცოებია აქეთ. ყოცოები, კი ბატონო. ეს არის ევროპის ჩემპიონატი, ეხლანდელი? ეგ არის. აქაც არ ვიყავი, მონტენეგრო, ევროპის ჩემპიონატი. 9-დან 8 და ბოლო. პოდგორიცა. კი ბატონო, და ბოლო. პოდგორიცაში ადრე ვარ ნამყოფ საბაჩორის. ბოლო. მოიცადე. აუ, რა მაგაც ძველია, ხო? მოიცა? ჩემპიონი არის გელა ზაალიშვილი. ეს არ გავს თბილისის медаლს. აუ, მაინც ერთ წუთი. მოდი ერთი ესეთი კითხვა. ახალგაზრდული ხო არ არის? არ არის. იცი რა არის? თბილისი მაშინა. ბაქო. ტაშკენტი არ არის. ტაშკენტი არა, ბაქო, 2019, ბაქოა, კი. ბაქოა თუ თელ-ავივი? ბაქო. ორის გარდა როგორც აღმოჩნდა, ორის გარდა ყველა წაყვანილი ყავს აქვს. ხო, კი ბატონო. ჯანო, უღრმესი მადლობა. მადლობა ძმებს. მაგარი გადაცემა გეუბნებით. ძალიან მაგარი გადაცემა გამოდის. და წარმატებებს გისურვებ და უახლოეს პერიოდში როდის უნდა ველოდოთ შენ ხმას? ოსკარ კი არა. ოსკარ გო. შემდეგი ტურნირი 22 ივლისს მივფრინავ მონღოლეთში. ოჰო. ულანბაატარ გრან-სლემ. ეს იყო დღეისთვის ჩვენი ეპიზოდი, მორიგი ეპიზოდი. და პირველი ეპიზოდი ბავარიასთან ერთად. ბიჭო, ისეთი კაი არ ჩავწალე, მაგრამ ბავარიასთან ერთად მადლობა ბავარიას კიდევ ერთხელ. აბა 44-ში ვიმყოფებით ტრადიციულად და მათაც მადლობა ამ სივრცის დათმობისთვის. გამოიწერეთ ჩვენი არხი YouTube-ზე ძმების პოდკასტი, ასევე გამოვყვებით Facebook-ზე და TikTok-ზე და არ მოგაკლებთ საინტერესო ამბებს და აქვე ერთის დავამატოთ, შეიძლება მოგყვები, რომ სულ რაღაც 300 კაცი დარჩა, 300 კაცი. 300 გამომწერი დარჩა. იმისათვის რომ ჩვენ გავათამაშოთ ჩვენ სოციალურ ქსელებში. ჯანოს ხელმოწერი მართლა კი არა. ყვარას ხელმოწერით საქართველოს ნაკრების ფორმა.